მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ცოტა დიდი ვიდეო უნდა ჩავწერო, მაგრამ სასარგებლო. ნახეთ, ეს არის როზმარინის ტოტები. ნედლი როზმარინის ტოტები და კარგად გავრეცხე და შეხედეთ, აი ესე დავანაწევრე, გავავსე და მოვათავსე ქილაში. შემდეგ რას ვაკეთებ? ნახეთ. ეს არის ჯეოლივი, კომპანია ჯეოლივის ბრენდი ზეთი, რომელსაც მე მოვიხმარ სულ საჭმელში. ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთია და არის ძალიან სასარგებლო. მოკლედ, გითხარით, რომ ცივი გამოხდით არის холესტერინის გარეშე და საერთოდ მე ზეთს ყოველთვის ვინახავ ბნელ ადგილზე. კარადაში იქ სადაც ძალიან არ ცხელა. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, არ ვიცი ეს ახლა უკუღმა იკითხება. ჯეოლივი, კომპანია ჯეოლივი, ცივი გამოხდის ზეთი. ისედაც ნახეთ, ისედაც რეკომენდაციას ვუწევ, იმიტომ რომ რაც ეს ზეთი გამოვიდა, მის მერე სულ ამ ზეთს მოვიხმარ. ეხლა ნახეთ, რას ვაკეთებ. ეს ყველაფერი რისთვის? აი ამ ზეთს ჩავასხავ. ეს უნდა ამოვიღო. მანამდე დაგელაპარაკებით, რატო არის ეს ყველაფერი? ეს არის თმის, ცვენის და თმის მოვლის საშუალება. ანუ ეხლა უკვე ვაკეთებ მეორე პორციას, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. აი, ჩავასხავ ამაში, გავავსებ ამ ქილას, და აუცილებლად ორთქლზე მოვხარშავ. ანუ ეხლა ეს რას ნიშნავს? შეხედეთ, რამდენი ვიწვალე, ოღონდ ჩემით ვიწვალე. აი ეს ქვაბია და ქვაბზე ქილის ძირი არ უნდა შეეხოს. აი ამაში უნდა ვადუღო. ოღონდ არ უნდა შეეხოს. და ეს გამოვიგონე. შეხედეთ, აი ეს გავაკეთე, აი ეს დავჭერი და ესე უნდა დავდო. და მერე ზედ დავადო ეს ქილა. ნახე? როგორ არის აი ესე. აი ამ ქილას დავადებ, აი ესე და დაუწყებ ადუღებას. ორი ნახეთ მისვია უკვე, აი ცოტა ჩამომივიდა. 2 საათი უნდა ადუღოთ და 2 საათის შემდეგ 10 დღე გაჩერდება ბნელ ადგილზე და ზეთი მზად არის. ნახეთ, ეს ქოჩორი მე ტყუილა კი არ შემრჩა, ესე სულ უვლი თავს. და ასე რომ თქვენც გასწავლეთ, მიხარია და ბედნიერი ვარ. არც ისე დიდი ვიდეო გამომივიდა, ეს სათვალეებში თვალები არ მიჩანს, იმიტომ რომ ჩემთან ცუდი განათებაა. ესე კარგია, მაგრამ ვიდეოს ჩასაწერად. ჩემო ძვირფასებო, მოუარეთ თავს და იყავით ლაღები. გქონდეთ ქოჩორი, იყავით ლამაზები, მიყვარხართ.